სალამი მეგობრებო, მოგესალმებით, მრავალ ახალ წლებს, მრავალ კარგ დღეებს, მრავალ სიხარულს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას. მრავალი ბედნიერების წლები დაგდგომოდეთ, როგორ ხართ? აი, როგორღაც ლაივით მოვედი თქვენამდე, 1 საათი მაქვს დრო, ჩემო ძვირფასებო. მინდა რომ თქვენთან გავატარო ეს დრო, საჯარო გაშლით, შეკითხვების გარეშე. გამოვიკვლიოთ ეხლა თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი. როგორ არის? რას ელოდა თქვენგან და რა მიიღო საპასუხად? და შემდეგ მისი ქმედებები. უღრმესი მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასებო. იმ თითოეულ თქვენთაგანს, ვინც მხოლოდ მიყურებთ, ვინც SMS-ებს მწერთ, ვინც თბილ კომენტარებს მიტოვებთ, აი უღრმესი მადლობა ყველას. ყველა თითოეულ თქვენთაგანს. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია. აბა როგორ ხართ? თქვენ როგორ ხართ? აბა როგორ გაატარეთ ახალი წლები? მე მართალია სახლში ვიყავი, მაგრამ მაინც არა უშავდა. არც არავის მოუწერია, ჩვენ რო ვიცით, იმაზე ვსაუბრობ. აბა ვისთან გამოვიდა კონტაქტზე მეგობრებო, ბევრი მიწერს კომენტარებში, რომ გამოვიდა კონტაქტზე და ძალიან მიხარია. თავი დაიფასეთ ძვირფასებო, თავი დაიფასეთ. და ესე გააგრძელეთ. არა, კითხვებით არა, ჩემო ძვირფასებო. ეხლა დავიწყებ საჯარო გაშლას. საჯარო გაშლას დავიწყებ ეხლა როგორ არის თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი. თქვენ მხოლოდ ჩაიფიქრეთ პიროვნება, თუნდაც მეგობარი ჩაიფიქრეთ, თუნდაც დედმამიშვილი, ვინც გინდათ ის ჩაიფიქრეთ. და მე დავიწყებ ეხლა როგორ არის ის კარტებს გადაურევ, ესე ამოვატრიალებ ზოგიერთებს. და გავარკვიოთ ეხლა როგორ არის უთქვენოთ. რას ელოდებოდა თქვენგან და ამ ყველაფრის შემდეგ მისი ქმედებები. იმედია ყველანი მოეწყვეთ, განეწყვეთ. დასხედით მეგობრებო, ყავა, ჩაი და 1 საათი ვისაუბროთ ეხლა ჩვენ. 1 საათი ვისაუბროთ. დავიწყებ ეხლა თქვენი პარტნიორის დახასიათებით, თუ რა ენერგიებში იმყოფება ეხლა ვაჟბატონი თუ ქალბატონი. მეგობრებო, აი მისი ენერგიები. ახალის დაწყება უნდა, სიახლეები უნდა, მოსწყინდა ძველი და უნდა სიახლეები. ბატონო. ოღონდ იცით როგორ? ყველანაირი ხერხის გამოყენებით. უკან არაფერზე არ იხევს. სხვათა შორის ცუდი განზრახვით, თლათ ისე წმინდა წყალი ვერა, მაგრამ მაინც. ცვლილებების ეშინია, თუმცა ახალი უნდა რომ დაიწყოს კი. ეს სიყვარულება და რაქნას, აი სიყვარულის თასებით. თითქოს სადღაც ეჩქარება, რაღაცა ეჩქარება ამ ადამიანს და ფიქრობს, აი SMS-ებზე, შეტყობინებებზე ფიქრობს თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი, ელოდეთ ძალიან მალე, რადგან ამას ფიქრობს მეგობრებო, აი რა ვქნა, აი როგორ ფიქრობს, აი როგორ ფიქრობს თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი, მოწერას, კონტაქტზე გამოსვლას, თუ ვინმესთან არ გამოსულა, ელოდეთ მეგობრებო. აი ელოდეთ წუთი წუთზე რო იტყვიან და აუცილებლად გამაგებინეთ. კიდევ რა ენერგიებშია. შეცდომებზე საუბრობს, თავის შეცდომებზე საუბრობს, რომ დააშავა. აღიარებს. ბატონო, აღიარებს, რომ დააშავა სიყვარულთან, აღიარებს, რომ დააშავა ურთიერთობაში, ცოლქმრობაში, აი ნებისმიერი მიმართულებით დააშავა. იმიტომ რომ გადაწყვეტილება ვერ მიიღო თავის დროზე. აი, მეგობრებო, აი ესეთ ენერგიებშია, გაბრაზებულია. ბალანსის შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა, მაგრამ რამდენად გამოსდის ეს თქვენ უფრო გეცოდინებათ. თუ კი ხედავთ ამ ადამიანს კარგი განწყობით და თითქოს ვითომ კარგად აქვს საქმე ყველაფერი, იცოდეთ, რომ ამ ყველაფერს თამაშობს. ვერაფერიც ვერ არის მეგობრებო. ვერ არის, იცოდეთ. არა, რა ის ყოფნა, ვაი ამფერ ყოფნას. ძალიან ცდილობს და მოკლედ შრომობს საყვარელი ადამიანებზე, ძალიან დამოკიდებულია იმ სიტუაციაში, სადაც არის ეხლა, მეგობრებო, ამიტომ გაქვთ ესეთი რთული სიტუაცია, თუმცა ბედის მოლოდინშია, უნდა რომ ბედის ცადოს კიდევ. ანუ თუ რთული სიტუაცია გქონდათ, გამოაუმჯობესებს
და სიახლეებით დაიწყებს, აი ტუზიც კი. ელოდეთ მისგან სიახლეებს. ყოველ შემთხვევაში მას უნდა რომ მისი ცხოვრება გამოაუმჯობესოს. კარგით, რა ენერგიებშია კიდევ თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი? რა ენერგიებშია კიდევ? დანაკარგებშია მეგობრებო. ძალიან ცუდათა იქ, სადაც არის. აი, ორი კარტი. ძალიან დიდ განცდებშია, მოულოდნელ ცვლილებებშია, ურთიერთობის გაწყვეტებშია, აი, შოკირებულია რო იტყვიან. დამარცხებულად გრძნობს თავს, თუმცა ეგონა რომ დაისვენებდა. მაგრამ ნურას უკაცრავად, ამ ხმლებით ვერსად ვერ დაისვენებს მეგობრებო. არ ასვენებს გამჩენი. უპასუხისმგებლო, ხმლების პაჟი. ადამიანი შეიძლება იყოს ასაკში, ასაკი კონდეს, მაგრამ არის ბავშვი. ბავშვიც არ არის მეგობრებო, აი რა დავარქვა არ ვიცი, მაპატიეთ. ტყუილების გუდა. გუდა, თოვლის გუნდა. ბალანსის შენარჩუნება ძალიან ცდილობს მეგობრებო, ძალიან მალავს, რომ ვითომ და კარგად არის. კიდევ როგორ არის? აი როგორ არის. მზეა მობრუნებული აქ. სამყარო ამობრუნდა, პრობლემები მოემატა, თავის ტყუილებში ცურავს და აი მეგობრებო, როგორც ცურავს თავის ტყუილებში. ვირით, ნავით, ტივით, რა ვიცი, ნივით, ვის რა ყავს, აი იმით დადის და ცურავს მეგობრებო თავის დადგმულ ტყუილებში. კიდევ რა ენერგიებშია? ტყუილების ენერგიებშია მეგობრებო. ტყუილების ენერგიებშია. ძალიან ცუდ ამბებში ტრიალებს, ცუდი ენების მიტან მოტანა აქვს, უსიამოვნებები აქვს, გამიშვი დამაკავე აქვს, არასტაბილურობა აქვს. და ეს ყველაფერი არის დადგმული სცენები. იცით რატომ? აი ნახეთ ქვემოდან რა კარტია, იმიტომ რომ ძალიან მესაკუთრეა. მას გონია რომ ამ გაგებით ყველაფერი ეკუთვნის მას, მაგრამ არა. ყველაფერი ჩემია იძახის. მაგრამ ნურას უკაცრავად. ყველას გვაქვს არჩევანის უფლება, არა მარტო თქვენ პარტნიორს, ყველას მეგობრებო, ასე რომ შეცდომებზე ისწავლეთ, საკუთარ შეცდომებზე ისწავლეთ მეგობრებო, გამოასწორეთ სიტუაცია. შეცდომები და მატერიალური დანაკარგები აქვს თქვენს პარტნიორს. იმყოფება არასრულყოფილებაში, იმყოფება ტყუილებში და ეს ყველაფერი მისთვის არის მოჩვენებითი. ეს ყველაფერი ეხლა რა სახესაც გაჩვენებთ თვითონ, ეს არის ნაძალადები, ლიტერატურულად დადგმული სცენარი, რომ თქვენ არ დაინახოთ ის როგორ ცუდად არის. იხჩობა რო იტყვიან. იხჩობა მეგობრებო. იხჩობა. აი ნახეთ. როგორ გატყუებდათ თქვენ? ვინც მიყურებთ ეხლა თქვენ? არა აქვს მნიშვნელობა, მამაკაცი მიყურებთ თუ ქალბატონი. თქვენ ხართ ეს და ესაა თვითონ. როგორ გატყუებდათ? ხედავთ? ამობრუნებულია მისი კარტი. რა მნიშვნელობა აქვს ეხლა ვინ მიყურებთ? თქვენი პარტნიორი როგორ გატყუებდათ? ასაკობრივი სხვაობა აქვს, მეგობრებო. თქვენში არის ასაკობრივი სხვაობა, რაღაც სხვაობა, მენტალური, მორალური, ფსიქოლოგიური. თქვენ უფრო ჭკვიანი ხართ, ის ცოტა ნაკლები, აი მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის, მაგრამ რაც არის, იმას ვხედავ. და თქვენ პარტნიორს იქედან გამოგცევა უნდა, სადაცაა. თუ ქორწინებაში იმყოფება, გამოგცევა უნდა. თუ სასიყვარულო სამკუთხედია, იქედან გამოგცევა უნდა და ოჯახში დაბრუნება უნდა. ანუ თქვენ სიტუაციას მოერგეთ, ძალიან გთხოვთ. კონფლიქტური ადამიანია გამხდარი და ეხლა რო იტყვიან საშიშია, საშიში პიროვნება ჩანს, ძალიან აგრესიული, ძალიან ზოგიერთებთან მაპატიეთ, მაგრამ შეიძლება კონდეს უკვე უთავმოყვარო საქციელები. ბევრ თქვენთაგანთან შეიძლება იყოს ისიც, რომ გაუცხოება კონდეთ ერთმანეთში, მაპატიეთ. თუმცა სიყვარული აქვს, მაგრამ ეშინია ამ სიყვარულთან დაგვიანების. სტაბილურობა ამობრუნებული აქვს. ძალიან ნერვიულობს ურთიერთობის დაკარგვას. აი რა ვქნა. ესეთი სიყვარული გქონდათ, რაღაც დროის მანძილზე გქონდათ ესეთი სიყვარული და ეხლა აი ესე ხართ მეგობრებო. დაგკარგათ. თვითონ თulis ესე რომ დაგკარგათ. კიდევ რა ენერგიებშია, მისი ენერგიები მინდა ცოტა კარგად ამოვიკითხო. კიდევ რა ენერგიებში იმყოფება თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი. გამგზავრებაზე ფიქრობს, სადღაც წასვლაზე ფიქრობს.
ამასთან ერთად ძალიან არეულია და გულგატეხილია, იმიტომ რომ არასწორი რჩევები იყო სხვებისგან აქ, არასწორი ჩარევები ადამიანების და იმ შანსის არ გამოყენება, რაც სამყარომ უბოძა. ამიტომ სამყარო აქვს ამობრუნებული, ჩემო მეგობრებო, წმენა დაკარგული. აი ასე ეკუთვნის. აქ იყო რაღაც ფინანსებზე საუბარი. თუ კი თქვენგან წავიდა, რაღაც ფინანსებზე იყო საუბარი და აი ამიტომ ეხლა აღარა ისე მას რომ უნდოდა, თუმცა გაიმარჯვებდა ეგონა. ეხლა ზის მეგობრებო და უფალს ევედრება რომ რაღაც ახალი შესაძლებლობები მისცეს, ახალი სიახლეების უფლება მისცეს, მოკლედ ახალ ნაცნობობას ეძებს, ახალ მეგობრებს ეძებს, ახალ სამუშაოს ეძებს, ყველაფერს ახალს ეძებს. აი ესე გითვალთვალებთ მეგობრებო, თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი. სასწაულად გითვალთვალებთ. გადაბრუნებული აქვს სოციალური ქსელები. თუ კი სიახლოვე შეუძლია მოახლოება, ყველაფერი იცის თქვენ შესახებ, რო იტყვიან. ჩახმალული, ჩახანჯლული, ჩანიორ წყალებულია გურულები რო იტყვიან, ჩემო მეგობრებო. კი. ეხლა ფიქრობ, საიდან რა დაიწყოს. ეკონომიურად გასცემს ურთიერთობებს, გამარჯვებასაც ეკონომიურად ამბობს მეგობრებო. პაუზა, პაუზებშია სამუშაო უნდა, მაგრამ სამუშაოც პაუზებშია და აგერ თქვენ ესე აი ხმლებით. კიდევ ერთი ორი კარტი რა ენერგიებშია. უღრმესი მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასებო. უღრმესი მადლობა ყველას, ლაიქებისთვის, გამოწერისთვის, კომენტარებისთვის. აი უღრმესი მადლობა ყველას. მაგი, მანიპულატორი, თუმცა ოქროს ხელება, ამ ადამიანმა ხელი რასაც არ უნდა მოკითხოს, ყველაფერი გამოსდის, მას თუ უნდა, ყველაფერს გააკეთებს მეგობრებო. და აი თქვენ ესე ამოგაბრუნათ, ამოგაყირავათ ამ ადამიანმა. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, მაგი მანიპულატორის ენერგიებშია ეს ადამიანი ამჯერად და არის პაუზებში, ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ესეთ ენერგიებშია თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი და რაქნას აღარ იცის, ასე რომ რას მოიმოქმედებს, ეხლა გავარკვევთ ამ ყველაფერს ჩვენ. არა ძვირფასებო, კითხვაზე პასუხები არ არის. მინდა რომ უბრალოდ დრო გამოვიყენო, ესე რომ საჯარო გაშლები ცოტა სრულად ჩაგიწეროთ თითი დროით. დიდი ხანია ლაივი არ ჩამირთვია საჯარო გაშლით, ამიტომ მომიტევეთ. კარტები ამომივარდა და ნახეთ რა დღეში. მეგობრებო, აი რა დღეშია. მოდის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, თუმცა თქვენ ზურგით უზიხართ უკვე სტაბილურად. თქვენ ხართ თქვენ ცხოვრებაში ძალიან სტაბილურები უკვე, თუმცა ის მოდის. მეგობრებო, წუთი-წუთზე იქნებ და მოვიდეს. აი ნახეთ. თქვენ და მისი კარტი. თქვენ დაკავებული ხართ თქვენი საქმიანობით და ის მოდის. აი იქნებ ესეც მოვიდეს. თქვენ რაღაც საქმიანობით იქნებით დაკავებული და უცებ მოგიკაკუნებთ კარებზე, ან უცებ დაგირეკავთ, ან უცებ მოგწერთ შეტყობინებას. აი რაღაც უცებ იქნება ისე რომ თქვენ არ ელოდებით ამ ადამიანს, მაგრამ შეიძლება წამი წუთზე მოხდეს ეს ყველაფერი. ასე რომ ელოდეთ. კი ბატონო. დავიწყოთ ახლა ჩვენთვის სასურველი თემა. სათაურით პირველი ქვესათაური როგორ არის ეხლა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? როგორ არის? აი ბატონო, როგორ არის? აი ხო ვთქვი თავისი დახასიათება, როგორ არის და ბატონო, მეგობრებო, როგორ არის? აი როგორ არის? ნახეთ, დასვენება უნდა, დაიღალა ამდენი თავისი ტყუილებით, თუმცა შეიძლება ბევრ თქვენთაგანთან იყოს ისიც, რომ აქ არის ღალატი მეგობრებიდან, მეგობრებო, თუმცა არ გამოურიცხავ, რომ ეს ადამიანიც მაპატიეთ, მაგრამ მოღალატე იყოს, რაღაც ღალატზეა საუბარი, რადგან საჯარო გაშლა, ამიტომ ვერ დავკონკრეტდები ზუსტად. მზე აღარ აქვს. აი როგორაა მეგობრებო. და ეხლა რომ არაფერი აღარ გამოსდის და ეს ცუდი ენერგია და ნეგატივი რაში დახარჯოს არ იცის, თავჩახრილი მუშაობს. მუშაობს მხოლოდ. მეტი არაფერი შეუძლია. კიდევ როგორ არის უთქვენოდ.
აი უთქვენოთ როგორ არის. აი მოჯაჭულია თქვენთან. თქვენს გარეშე ამ ადამიანს რა დროც არ უნდა გავიდეს, არ შეუძლია მეგობრებო. აი ქვემოდან მისი კარტი. მოდის მეგობრებო, მოდის გაუღეთ კარები, კიდევ ქვემოდან თქვენ. გადავჭეხე კარტი ძვირფასებო, აი აგერ თქვენ და აი მოდის გამარჯვებით, იმიტომ რომ თქვენი ურთიერთობა იყო პაუზაზე. ეს ადამიანი უკვე დაიწყებს ახლა. აი ვაი, ორი ტუზი მეგობრებო, თქვენ მას ელოდებით და თქვენ ხართ მისი დანაკარგი, ნაწილობრივი დანაკარგი, არა უდიდესი დანაკარგი. ასე რომ ამ ადამიანს ელოდეთ წუთი წუთზე, წამი წამზე, აი დღე დღეზე, რა ვიცი რა ვთქვა, რაც გინდათ ის მიიღეთ, როგორც გინდათ ისე მიიღეთ, მაგრამ ელოდეთ, რადგან თქვენს გარეშე, აი თქვენ ამოხვედით მასთან. შორი ახლოს რო იტყვიან. ალბათ თქვენს შორის კიდევ მანძილიც არის, ბევრ თქვენთაგანთან, ამიტომ ელოდეთ მისგან სასწაულ რაღაც მსვლელობებს, რასაც არ ელოდებოდით. კიდევ როგორ არის უთქვენო და თქვენზე ფიქრობს რომ თქვენ ხართ მისი აი თქვენ ხართ მისი მეგობრებო საკუთრება. უნდა სიახლეების დაწყება, თქვენი ენერგია ჭირდება ამ ადამიანს, თქვენ ხართ მისი, იცი რა ხართ? აი ეს ადამიანი თქვენზე დამოკიდებულია ეს ადამიანი, აი ეს ხართ თქვენ. თქვენთან მოსვლაზე ფიქრობს, თქვენზე უძილობა აქვს ამ ადამიანს, როგორ არის უთქვენოთ და აბატონო თქვენს აგერ ხართ მეგობრებო. იმპერატორის პოზიციაში ამომიხვედით, ადამიანები, რომლებიც არიან პასუხისმგებლიანები, ადამიანები, რომლებიც არიან ძალიან ნიჭიერები, თავდადებული მშობლები, დედმამიშვილები, ნუ ვინც ხართ და როგორებიც ხართ მეგობრებო, აი უძლიერესები ხართ, იმპერატორი, რომელსაც შეუძლია ყველაფერი, მთების გადადგმა, ზღვის იქეთ გადაცურვა, აი რა ვთქვა, არ ვიცი, ცეცხლში და ქარიშხალში გავლა, ტალღებში გაძრომა, რო იტყვიან და აი ესეთები ხართ თქვენ და ესეთ ადამიანს როგორ დაგკარგავთ. აი არ არსებობს. მოდი ახლა უნდა ვკითხო ამ ყველაფრის შემდეგ. აი რას ელოდა თქვენგან ეს ადამიანი? აი რას ელოდა თქვენგან? არა, მოდი ჯერ ვკითხო, რა იყო თქვენ შორის? რა იყო თქვენ შორის? აი იმედი იყო, რწმენა იყო, აი თავმდაბლობა იყო, ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები ჰქონდათ, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გეგმები ჰქონდათ. აი ძალიან ბევრს ფიქრობთ მომავალზე, ურთიერთობაზე, აი კიდევ. კი ბატონო, და ეს ყველაფერი უცებ მეგობრებო დაიკარგა. ეს ყველაფერი უცებ დაიკარგა, რა მოხდა თქვენ შორის და უცებ მოხდა ყველაფერი, უცებ შეიცვალა ყველაფერი, უცებ გაჩერდა ყველაფერი მეგობრებო და უცებ წავიდა კორუფციული საქციელები. რა იყო ამის მიზეზი? აი რა მოხდა, რა იყო ამის მიზეზი? თქვენი დაშორების მიზეზი რა იყო მეგობრებო? ჯერ ვკითხოთ ახლა ეგი. თქვენი დაშორების მიზეზი რა იყო? გამოუვალი მდგომარეობა ჰქონდა ამ ადამიანს. აქ შეიძლება ბევრ თქვენთაგანთან, რადგან რიტუალობის კარტი ამოვიდა თქვენ შორის შეიძლება ბევრ თქვენთაგანთან იყო მაგია. მაგია მეგობრებო. კი, მაგია შესაძლებელია ყოფილიყო და ეს ადამიანი ახლა თქვენ თუ ეჭვიანობთ მეგობრებო და თქვენ დანამდვილებით იცით რომ ვიღაცასთან იმყოფება, მე გეტყვით ერთ რაღაცას რომ იქ არაფერი არ აქვს, არი ეჭვიანოთ. ურთიერთობა არ აქვს. თუნდაც ცოლქმარი იყვნენ, თუნდაც საყვარლები იყვნენ, აი ხო, ურთიერთობა არ აქვს. გარანტიას გაძლევთ. არი ეჭვიანოთ. ტყულა არიან ერთად, რო იტყვიან. მშობლებთან ხო საერთოდაც აღარ ითქმება არაფერი, ჩემო ძვირფასებო. შეიძლება იყოს მშობლებთან და რა თქმა უნდა. ამიტომ არავინ არ ყავს. ყავს თუ არ ყავს, არავინ არ ყავს იცოდეთ. ეხლა ცდილობს ბალანსის შენარჩუნებას და ფიქრობს ფინანსებზე მეგობრებო. ასე რომ დამშვიდდით. მოდი ეხლა ვკითხოთ კარტს. გადაურევ კიდევ რომ ბევრი ინფორმაცია წამოვიდეს მეგობრებო. მოდი ეხლა ვკითხოთ კარტს. წავიდა კარგი, დაიშალეთ, დაინგრა ურთიერთობა, დაინგრა ოჯახი, დაინგრა მეგობრობა, ნუ რაც იყო ის დაინგრა, რაც გქონდათ. რას ელოდა ახლა ამ ყველაფრის შემდეგ თქვენგან, თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი? აი, კარტები მიცვივა, პასუხისმგებლობას მეგობრებო. და ყველანაირად ფიქრობდა, რომ თქვენ იბრძოლებდით ამ ყველაფრისთვის, მაგრამ ნუ რას უკაცრავად, ალბათ არ იბრძოლეთ. ძალიან კარგი ქენით, რომ არ გადადგით ნაბიჯები.
რას ელოდა თქვენგან? აი რას ელოდა? აბატონო, თქვენგან ელოდა სიახლეებს და ეხლა ფიქრობს, რომ დააგვიანებს. დაგვიანების მეგობრებო. ბევრი გელოდათ თქვენი პარტნიორი და თქვენ რომ არ გამოჩნდით, ამიტომ ფიქრობს ეხლა რომ როგორ მოვიდეს თქვენთან და ეშინია რომ თქვენ ვინმე ხوار ყავთ უკვე. და ხوار დაგკარგათ უკვე. აი ასე, ძალიანაც კარგი. კიდევ რას ელოდა თქვენგან? ძალიან მაინტერესებს. რას ელოდა თქვენგან? კიდევ რას ელოდა თქვენგან? ახალ შესაძლებლობებს მოძებნიდით, ახალ სიახლეებს დაიწყებდით, თქვენ რაღაცას ახალს მოიფიქრებდით, ამას ელოდა. კიდევ თქვენგან ელოდა მეგობრებო. ეხლა აძუყებს ძალიან აი მეგობრებო, როგორ ელოდა თქვენგან. მაგრამ ვერ ეღირსა რო იტყვიან, ამას ქვია არ ღირსება. არა, შეიცვალა ყველაფერი, ხო წავიდა და წავიდა, всё. თქვენ არ გაეკიდეთ მას. ძალიანაც კარგი. კიდევ. ეხლა მაინტერესებს მისი ფიქრები ამ ყველაფრის შემდეგ, რომ დანაკარგებში მიხვდა რომ დაკარგათ. მიხვდა რომ დაკარგა ესეთი საოცნებო ადამიანი, ქურუმი ადამიანი და აი თქვენ ამისთვის უკან არაფრისთვის არ დაიხიეთ, რომ აი მას მიეღო ის გადაწყვეტილება და ის ფიქრი, რომ თქვენ დაგკარგათ. ძალიანაც კარგი. დაკარგა ოჯახი, დაკარგა ურთიერთობა, დაკარგა მომავალი თქვენთან, გაგრძელება ცხოვრების და ეს არის დაკარგვა. შეცდომები, ტყუილები. გაუცრუდა იმედი, დარჩა მოტყუებული თვითონ მეგობრებო. ძალიანაც კარგია. ძალიანაც კარგი მეგობრებო. ძალიანაც კარგი. მოდი ახლა ვკითხოთ კარტს. აი თქვენთან რომ არ დაბრუნდეს თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი. აი თქვენს ურთიერთობაში რომ არ დაბრუნდეს. ძალიან მაინტერესებს. მას რა ელოდება? უმოძრაობა, უასოზე ყველაფერი. ბევრი მეკითხებით რას ნიშნავსო? უფულობა, უცოლობა, უქმრობა, აი ასოზე ყველაფერი მეგობრებო, უკან სვლა. კი ბატონო, უკან წავა თავისი სურვილები. ექნება უძილობა ღამე. ექნება უასოზე, მარტო იმუშავებს, მარტო და დარჩება მარტო მეგობრებო. უყველაფროდ. თავი რიტუალები. აი საქმე მივა იქამდე რომ წავიდეს მოძღვართან და აი ახსარება ჩაბაროს მეგობრებო. აი ასე. აი თქვენთან თუ არ მოვა და არ დაბრუნდება თქვენთან. რას გადაწყვეტავს სამყარო თქვენთან მართებაში თუ ეს ადამიანი არ დაბრუნდება. თქვენ იქნებით თქვენ სტაბილურობაში. და ეს ადამიანი მეგობრებო, აი მტარზე ვენოკი, რა ვთქვა, არ ვიცი მეგობრებო, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ძალიან ცუდ დღეში შევა, ძალიან დიდ ტრანსფორმაციაში შევა მეგობრებო. კი, ძალიან ცუდად იქნება. ეს არის მისი სპეციალურად გადაწყვეტილი ნაბიჯები, რომ უნდა იმუშაოს, მეც ვერაფერს ვერ გააკეთებს. მხოლოდ თავჩახრილი იმუშავებს მეგობრებო, მეც ვერაფერს. აი, იმიტომ რომ დაგკარგათ. დაგკარგათ სხვის გამო, სხვისი ჩარევების გამო. როცა შეეძლო ადამიანს ყოფილიყო გამარჯვებული თქვენს გვერდზე, თქვენს გვერდით იყო ეს ადამიანი გამარჯვებული, მაგრამ აი თქვენს გარეშე ესეა. რას ვიზამთ, ვერაფერს ვერ ვიზამთ ძვირფასებო, ასე რომ თავის თავს უნდა დააბრალოს ყველამ. კარგით, მოდი ახლა ვკითხოთ ჩვენს კარტს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს თქვენთან დაკავშირებით თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი. ბალანსის შენარჩუნებას ეცდება მეგობრებო პირველ რიგში. ბალანსის შენარჩუნებას, აი ორი კარტი ბალანსის. თუმცა იქნება ფარული. ამ ყველაფერს გააკეთებს ფარულად. თქვენ არ დაგანახებს, რომ ძალიან ცუდათაა. თქვენგან ძალიან ბევრი დამალული საიდუმლოებები აქვს ჯერ კიდევ ამ ადამიანს. მაინც აქვს და ექნება ის დამალული, რომ თქვენზე ჭკუა ეკეტება. თქვენის არ ყოფნით ძალიან ცუდათაა. უნდა ესე მოსვლა თასებით, მაგრამ ამ ყველაფერს არ გეტყვით. ძალიან ღელავს და დაბნეულია. არტისტი მეგობრებო, დადგმული სცენები. ამ ადამიანს უყვარს ეტყობა რეჟისორია. რეჟისორი მეგობრებო, რომელიც დგამს სცენარს და მერე თვითონ თამაშობს თავის დადგმულ სცენას.
აი ასე. რა ნაბიჯებს გადმოდგამს? ჯერ ვერაფერს მეგობრებო. ჯერ ვერაფერს, თუმცა ძალიან ცუდათაა. პაუზაშია თქვენი ურთიერთობა. რამდენი დაიჯერებთ, არ ვიცი. ძალიან ბევრი მწერთ, რომ როგორ დავიჯერო, ცოლი მეიყვანა, თუ გათხოვდა, თუ დაოჯახდა, თუ რა. ჩემო ძვირფასებო. თქვენ სიტუაციას მოერგეთ. მე რასაც ვხედავ, აქ ვსაუბრობ იმას, რომ ეს ადამიანი თუ კი იმყოფება ქორწინებაში ძალიან ცუდათაა და არის პაუზებში. ეს ადამიანი თუ კი არ იმყოფება ქორწინებაში და თქვენგან წასულია, იცოდეთ, რომ თქვენი ურთიერთობა დაპაუზებულია. კიდევ მესამეა, ეს ადამიანი სრულიად პაუზებშია ეხლა და ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადმოდგამს. ჯერჯერობით ვერ გადმოდგამს, თუმცა პაუზაა. ძალიან დიდ დანაკარგებშია და იმიტომ მანიპულატორი და პაჟი. თუმცა აი ესე უნდა მოსვლა. მაგრამ იცით რა რატომ უნდა მოსვლა მეგობრებო? ძალიან ცუდათაა უთქვენოთ. აი, ისი კარტი. გადაწყვეტილება აქვს მისაღები. თქვენ თუ სხვა, თქვენ თუ მშობელი, თქვენ თუ ცოლი. ცოლი თუ საყვარელი, აი თქვენ თუ სამუშაო, თუ დროს ტარება, აი თუ რა, თქვენს გარდა ყველაფერი. ან ყველაფერი და არაფერი თქვენთან, ან თქვენ და სხვაგან არაფერი. ანუ იმედია გარკვეულად ვსაუბრობ. თუმცა ეს ადამიანი ეცდება ორ ვადაში გადაწყვეტილება მიიღოს უცებ 2 საათში, 2 დღეში, 2 კვირაში, 2 თვეში. 2 წელზე არაა საუბარი მეგობრებო. მე ყოველ შემთხვევაში 1 წლის იქეთ არ მივდივარ. ასე რომ ელოდეთ რაღაც ნაბიჯებს, აბატონო და ძალიანაც კარგი. აბატონო, 2 ვადაში არა უმეტეს 2 თვისა, ძვირფასებო. დაიმახსოვრეთ კარგად, ელოდეთ ამ ადამიანიდან შემოთავაზებებს, ელოდეთ ამ ადამიანიდან სიყვარულს, ლამაზ დღეებს, ჰარმონიას, აი პატივისცემას, გრძნობებს, ბევრ თქვენთაგანთან ქორწინებასაც, დაოჯახებასაც, ბევრი თქვენთაგანი თუ ძალიან რთული სიტუაცია გაქვთ, ისევ რაღაც მეგობრობით გააგრძელებთ, დაიწყებთ და ნელ-ნელა მოაგვარეთ თქვენ სიტუაციას, იმიტომ რომ მეგობრებო, აი სამართლიანობა იზეიმებს. აი მეგობრებო, სამართლიანობა იზეიმებს თქვენთან დაკავშირებით და ეს ადამიანი ფიქრობს თუ როგორ დაიწყოს სიახლეები თქვენთან მიმართებაში და სამართლიანობა მიზეიმოს. აი, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ რასაც ვხედავ, საუბრობ იმას. კიდევ მისი ქმედებები. კი ბატონო. მისი ქმედებები გამოვა ამ სირთულეებიდან და ამ რთული პერიოდიდან დატოვებს ამ ყველაფერს მეგობრებო. ეცდება მანამ სანამ არ მიაღწევს თქვენთან დაკავშირებით ბალანს, ჰარმონიას, შერიგებას, დაოჯახებას, დაბრუნებას ოჯახში, სანამ არ მიაღწევს ამ ყველაფერს, მანამ ეცდება, ასე რომ ბევრ თქვენთაგანთან ზუსტად ასე იქნება. ეხლა კი არის ცოტა ძალა გამოლეული, უპასუხითმგებლოდ იქცევა, თქვენ კიდევ ხართ ესე ხმლების პოზიციაში, მაგრამ არაუშავს, არც თქვენ ხართ ურთიერთობაში ეხლა და არც თქვენი პარტნიორი მეგობრებო. არც ერთი არ ხართ ურთიერთობაში ეხლა, თქვენ მას ელოდებით, თუმცა ხმლებით. აბა მოდი და დაგანახებ როგორ უნდავა, ამას ეუბნებით. ორივე ხართ მარტო და ორივე ბრძოლობთ. ორივე ხართ მინდობილი ბედის ბორბალზე, თუ ბედი როგორ დატრიალდება და თავს იტყუებთ მეგობრებო. კი, ისიც გატყუებთ და თქვენც. ამ დროს შანსის გამოყენება არ არის. შანსის ვერ იყენებთ. უფრო მეტად თქვენი პარტნიორი ვერ იყენებს ამ შანსს. თქვენთან მოსვლის შანსს, ჩემო ძვირფასებო. ძალიან ნერვიულობს თავის არასწორ შანსის გამოყენებაზე, რაღაც არასწორად გააკეთა ამ ადამიანმა, წავიდა გაემგზავრა მოულოდნელად თქვენგან, ეხლა როგორც კი მოულოდნელად გაემგზავრა მეგობრებო, ისე მოულოდნელად დაბრუნდება თქვენთან. ბევრ თქვენთაგანთან დაბრუნებულიც იქნება უკვე და კამათი გაქვთ და ბრძოლები გაქვთ, ურთიერთობაში გაურკვევლობა გაქვთ და აბაჰე ვამბობთ, არც ერთი არ უთმობთ. თუმცა ეს ადამიანი თქვენ გამო ძალიან ბევრს კამათობს და იკამათებს და ამბობს, რომ იბრძოლებს და იკონფლიქტებს კიდევაც, კონფლიქტიც გაქვთ ალბათ მეგობრებო. ბევრი ეუბნებით, რომ ბევრი მოგატყუათ, მომატყუეო.
მოკლედ ძალიან დიდი გაუგებრობა გაქვთ და არასრულყოფილებაში ხართ ძალიან ბევრი. აი ესე დარაჯობთ ერთმანეთს, რა ვქნა ჩემო ძვირფასებო, გულგატეხილები, ჩანიავებულები, ძალიან ბევრ კონფლიქტებში ხართ საკუთარ თავთანაც და სხვებთანაც. ბალანსი გაქვთ დაკარგული ჩემო ძვირფასებო, ასე რომ მაინც არ ინერვიულოთ, ეს ყველაფერი დაალაგდება და თქვენი პარტნიორი დაბრუნდება და მერე თქვენ გადაწყვიტეთ, დაიბრუნოთ თუ არა, თუმცა მას უნდა. სიყვარული აქვს. ყოველ შემთხვევაში მოსვლით მოდის სიყვარულით, მაგრამ თქვენ უკვე რამდენად ენდობით ამ ადამიანს, მე არ ვიცი. კარგით, მოდი ახლა მე გავაგრძელებ ჩემი მეორე დასტით, აი, ჩემი ამ დასტით, მეგობრებო. აი, ამ დასტით გავაგრძელებ, მე ახლა გადაურევ ამ ჩემ დასტას და ეს არის დამალული გულის საიდუმლოებები. აი, რა აქვს თქვენს პარტნიორს გულში, ჩაიფიქრეთ, რომ გაიგოთ თუ რა აქვს თქვენს პარტნიორს გულში, ჩაიფიქრეთ მისი სახელი და მე დავიწყებ ახლა თუ რა აქვს მას გულში, უთქმელი, ის რასაც არ გეუბნება, ან არ გეტყვით და ის რაც თქვენ უნდა იცოდეთ, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ დავიწყოთ. ძალიან ბევრს ნანობს თავის შეცდომებზე, ამას არ გეტყვით. ძალიან დამწუხრებულია მეგობრებო, დეპრესიაშია, ძალიან ძალა გამოლეულია ამდენი წასულ-მოსული უგზო-უკლო სიარულით. ამ შორი გზებით, რო იტყვიან, თქვენ შორის არის მანძილი. კი, თუმცა ამ ადამიანს აქვს რწმენა იმის, რომ აი დაგიმტკიცებთ და იმედი აქვს. დაგიმტკიცოთ სიყვარული, იმიტომ რომ თქვენი შეპყრობილია, მეგობრებო, არ შეუძლია თქვენს გარეშე. აი რა ვქნა, უნდა რომ ბოდიში მოგიხადოთ. თქვენ ხართ მისი კარმა. აი თქვენ ხართ მისი კარმა. და თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც მასში აღვიძებს კარგ თვისებებს. აი თქვენ ხართ მისი კარმა, მეგობრებო, თქვენ უნდა შეხვედროდით ერთმანეთს, თქვენ უნდა დაშორებულიყავით ერთმანეთს, რადგან მას დაენახა და ეკრძნო თუ რამდენად ძვირფასი ადამიანი ხართ მისთვის. აი ასე, ძალიანაც კარგი. თუმცა ამ ყველაფერს არ გეტყვით და არავის არ ეუბნება, პირში წყალი აქვს ჩაგუბებული. გული აქვს დამძიმებული და იცით როგორაა, ტოქსიკურ ურთიერთობაში გამყოფებდათ ეს ადამიანი და ამ ადამიანს უნდა რომ აი ამ ადამიანმა უпростоრად ჩახედა უკვე სიმართლეს თვალებში რო იტყვიან და გადაწყვიტა რომ აი ამ გაურკვეველი სიტუაციიდან გამოვიდეს და აი მეგობრებო უყვარ ხართ. ძალიან ცუდათა უთქვენოთ, თუმცა ძალიან ამაყია და ამ სიამაყეს ვერ ძლევს, რა ქნას, რა გააკეთოს. უთქვენოთ არის ფანტაზიებში, ილუზიებში, ბევრ მოგონებებში, თქვენ ხართ მისთვის ძალიან შეუფასებელი ადამიანები, აი ძალიან ფასეული ხართ მისთვის და აი რა ქნას, რა გააკეთოს. ძალიან ცუდათა უთქვენოთ. მართლაც ძალიან ცუდათა უთქვენოთ. ჩემო ძვირფასებო, უღრმესი მადლობა ყველას, ყურადღებისთვის, აი დაფასებისთვის, იმ თბილი სიტყვებისთვის, მოკითხვისთვის, ლაიქებისთვის, აი საჩუქრებისთვის, უღრმესი მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასებო. ღმერთმა და უფალმა და სამყარომ ათმაგად სიკეთეთ დაგიბრუნოთ უკან. კიდე ეხლა იმყოფება საკუთარი თავის კონფლიქტში. თითქოს და რაღაც ძალიან დიდ ლაბირინთშია გახვეული, მეგობრებო, რაღაც საქმიანობაშია ჩახლართული, რისგანაც ვერ გამოდის, თუმცა უნდა გამოქცევა. უნდა რომ გადავიდეს აი მამაკაცურ ენერგიებში და თითქოს უნდა რომ აი ენერგია მოემატოს და თქვენამდე მოვიდეს, რადგან თქვენ ხართ მისთვის საოცრად ულამაზესები, მანდილოსნებზე მაქვს საუბარი. და ამ ადამიანს უნდა რომ დაიბრუნოს ბალანსი ურთიერთობაში. მეგობრობით და აი ბალანსით და აი ჰარმონია უნდა რომ სუფევდეს ურთიერთობაში, მეგობრებო. თუ კი თქვენ შორის უკვე ძალიან დიდი სიბრაზეა და გაბრაზებებია, ჩემო ძვირფასებო, აი ეს ადამიანი დაიწყებს თითქოს და მეგობრულად ურთიერთობის აღდგენას და მეორე შანსს გამოიყენებს აუცილებლად გამოიყენებს მეორე შანსს.
ამ ყველაფერს არ გეუბნებათ, ჩემო ძვირფასებო. აი, ეხლა მე ამ ჩემი ლამაზი დასტით, რასაც ვსაუბრობ, ამ ყველაფერს არ გეუბნებათ, ამ ყველაფერს გულში ინახავს და იმის იმედი აქვს, რომ შანსი აქვს კიდევ თქვენთან მოსვლის. თუმცა თავისუფალი ურთიერთობა უნდა, უნდა რომ ეს ურთიერთობა ეხლა რა სიტუაციაც გაქვთ, სამყაროს მიანდო და ელოდება ამის შედეგად იმას, რომ დაბრუნდება ისევ, მეგობრებო, და ისევ ერთად იქნებით. კარგით, მე ეხლა გავაგრძელებ ჩემი მესამე დასტით, ჩემო ძვირფასებო, და ეხლა გავარკვიოთ. მოდი ეხლა ჩვენ გავარკვიოთ. მისი სულიერი მდგომარეობა, ისედაც უკვე გასაგებია, მაგრამ მაინც ეხლა გავარკვიოთ მისი სულიერი მდგომარეობა. მისი სულიერი მდგომარეობა. აბა ნახოთ. აი მის სულს რა სულს? აი რას ითხოვს მისი სული? ძალიან დიდი დავალებები აქვს მეგობრებო. ძალიან კონკრეტულია უკვე გამხდარი მისი სული და ძალიან ბევრი დავალებები აქვს შესასრულებელი ამ ადამიანს. და ამის გამო ძალიან უნდა დაანთოს ცეცხლი, აი რო იტყვიან, უნდა გააღვივოს, უნდა იყოს ძალიან ძლიერი, რომ ეს ცხოვრებისეული გამოცდები გაიაროს, გაკვეთილები. თუმცა ძალიან ცუდათაა ამის გამო, რთულია მისთვის, კი ბატონო. კი. რომ თავისი სურვილები მოიყვანოს და გადაწყვიტოს და მოიყვანოს ქმედებაში რო იტყვიან. აბატონო, ამაზე უნდა იყოს აი მთელი მისი გონებით და სულიერად დატვირთული, რომ თავისი ოცნებები აიხთინოს თქვენთან დაკავშირებით, მეგობრებო. სხვანაირად არ გამოუვა. აი მეგობრებო, როგორ უნდა რომ გამოიქცეს თქვენთან. ელოდეთ ამ ადამიანიდან კონკრეტულად წერილებს. ელოდეთ შეტყობინებას. ეს ადამიანი აუცილებლად წამოვა პროგრესზე, რაღაცას უცებ დაიჟინებს, თქვენ რო არელით, ისე მეგობრებო და აუცილებლად გამოვა კონტაქტზე, იმიტომ რომ თქვენ ხართ მისი ძალა და რესურსი და თქვენ ხართ მისი სიყვარული. და კიდევ შემიძლია ერთი რაღაცა ვთქვა ასეთი, რომ თუ კი თქვენს პარტნიორს უყვარს მუსიკა, რაღაც მუსიკასთან და კი მუსიკასთან არის რაღაც დაკავშირებული, შეიძლება იჯდეს და აი რაღაც საერთო მუსიკას უსმენდეს, შეიძლება იჯდეს და წერდეს რაღაცეებს სიმღერის ფონზე, ან გზავრობდეს და სიმღერას უსმენდეს, იმ სიმღერას, რომელიც თქვენს გიყვართ, აი რაღაც მსგავსი მეგობრებო, რა ინფორმაციაც მოდის ვამბობ იმას. კი და ფიქრობს ესე, ფიქრობს, რომ აი როგორ უყვარხართ მას და როგორ უნდა დაბრუნება თქვენთან. კი, ამას ფიქრობს. რა გავაკეთო. თავისი სული ფიქრობს, აი სულიერად ფიქრობს თქვენთან დაბრუნებაზე, მეგობრებო. კიდევ, მისი სულიერი მდგომარეობა, რას ფიქრობს? რას ფიქრობს, მეგობრებო და რას ფიქრობს და თქვენი პარტნიორი იმყოფება ტრანსფორმაციაში, სიკვდილის არკანი. ეხლა ეს რაღაცას გეტყვით, თუ თქვენ ამ ადამიანმა თუ არა და შეგაქციათ ზურგი, ეხლა თვითონ არის ამ სიტუაციაში, ჩემო ძვირფასებო. ანუ თქვენ ხო შეგაქციათ ზურგი, ეხლა თქვენ ხართ მასთან ზურგშექცევით და ის ამბობს, რომ თქვენ შეაქციეთ ზურგი. კი ბატონო, აი ესეთია, ტრანსფორმაციაშია, თუ კი გაუგებრობა გააქვთ ეხლა და ვერ ხვდებით რა ნაბიჯები იქნება მისგან, მე ვერ გეტყვით, რომ ეს უახლოეს მომავალშიც ბევრ თქვენთაგანთან, თუმცა თვითონ ფიქრობს იმას, რომ მიუღწეველი და მიუწვდომელი მზე ხართ მისთვის, თქვენ ხართ მისი მიუწვდომელი ცხოვრების გაგრძელება, თქვენ ხართ მისი ბედნიერება, თქვენ ხართ მისი დაბადება, თქვენ ხართ მისი ზრდა, აი თქვენ ხართ ყველაფერი სიკეთე მისთვის. კი, ამას ამბობს. კიდევ რას ამბობს? მისი სულიერი მდგომარეობა, კიდევ რას ამბობს? აი მეგობრებო. ამბობს იმას, რომ დავიფიცებ, რომ ყველაფერს მივაღწევ იმისთვის, რომ დაგიბრუნო. დავიფიცებ ბიბლიაზეო ამბობს. ვიტყვი სიმართლეს, მხოლოდ სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა. რომ დაგიბრუნებთ თქვენ, რის ფასადაც არ უნდა დაუჭდეს. შეიძლება ბევრ თქვენთაგანთან დაგემორჩილოთ კიდევაც. ანუ თქვენ როგორც გინდათ, ისე მოიქცევა. თქვენ როგორც გიხარიათ, თქვენ ოღონდ
მასთან ერთად იყოთ და ეს ადამიანი ყველაფერს გააკეთებს. კი, დაიფიცებს კიდევაც მეგობრებო, ეხლა რამდენად დაიჯერებთ და თქვენთვის მისაღები არ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თქვენ ამას დაიჯერებთ. კი. აი, მეგობრებო, თავისი ფიცის შემდეგ ეს ადამიანი ძალიან ბევრ სიურპრიზებს გაგიკეთებს, ეს ადამიანი აიღებს პასუხისმგებლობას, უნდა რომ იყოთ ბედნიერები, უნდა რომ გქონდეთ დიდი სიყვარული, ეს ადამიანი ძალიან ბევრ საჩუქრებს გაგიკეთებთ და გაგაკვირვებთ, რადგან თქვენ იყოთ ოღონდ ბედნიერები. მოდი ახლა მე ამ ლამაზ შინაარს არ გავაფუჭებ ჩემო მეგობრებო და ახლა გამოვიყენებ დროის კარტს, რომელიც თქვენ ვიცი რომ ძალიან გიყვართ. ყველას გიყვართ. ჩემი დროის კარტი და მეც მიყვარს. და მოდი ახლა მე გადავჭიხავ კარტს და მოდი ახლა ვკითხოთ ჩვენს დასტას. რა დროის მანძილზე გადმოდგამს ნაბიჯებს თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი? ერთი წუთით მეგობრებო, რა დროის მანძილზე? დაუსვით საკუთარი კითხვა ამ კარტს. რა დროის მანძილზე გადმოდგამს თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი კონკრეტულ ნაბიჯებს? სასიკეთოდ. 2 წუთი გავჩუმდები. იმედია არ უნდა გადამეჩეხა, დავაბრუნებ უკან. იმედია მეგობრებო, მეც დავიბენი და დაბნეულია თქვენი პარტნიორიც. პასუხი. იმაზე მეტი ჩქარა, ვიდრე თქვენ ელოდებით და გგონიათ. მეგობრებო, ქვევიდან კიდევ რა კარტია? ბევრ თქვენთაგანთან გაზაფხულზე, მაგრამ არაუშავს გაზაფხულიც მოვა, ჩემო თომა, სიყვარულიც მოვა, ჩემო თომა. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ყველაფერს სიკეთეს გისურვებთ, ბედნიერებას გისურვებთ, ჯანმრთელობას გისურვებთ. არასოდეს არაფერზე არ ინერვიულოთ და არ იღელოთ, რადგან ამათ არ ღირს. დამიჯერეთ, დაკავდით თქვენი ცხოვრებით, თქვენი მოღვაწეობით, თქვენი სილამაზით, კეთილდღეობით და დროს მიეცით დრო და სამყარო უფრო უკეთ დაალაგებს ამ ყველაფერს, ვიდრე თქვენ და მე. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ და მრავალჯერ ყველა თითოეულ თქვენთაგანს ჩემთან ყოფნისთვის, ჩემი გვერდზე ყოფნისთვის და იმ სიკეთისთვის, რაც ჩემთვის გაიმეტეთ. მე ახლა ამ ვიდეოს შევინახავ და ავტვირთავ ჩემო ძვირფასებო YouTube-ზე, შეგიძლიათ გადახვიდეთ და უყუროთ სრულად YouTube გვერდზე ჩემს ამ საჯარო გაშლას და გელოდებით კომენტარებში და კიდევ უღრმესი მადლობა ყველას. აბა დროებით, ბედნიერი და სასიამოვნო დღე ყველას. ძალიან მიყვარხართ.